25 თებერვალი ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის დღესასწაულია. გადმოცემის თანახმად ბიზანტიაში იმპერატორის ბრძანებით ხატებს ებრძოდნენ. იმპერიის ყველა სოფელსა და ქალაქში მხედრები ეძებდნენ გადამალულ ხატებს და ანადგურებდნენ. ნიკეაში ივერიის ხატს ერთი კეთილმორწმუნე ქალი ფარულად ინახავდა. მისი პოვნის შემდეგ კი ერთ-ერთმა მხედარმა ის מחვილით დააზიანა, რომლის შემდეგაც მოხდა სასწაული. ნაიარევიდან სისხლმა იფეთქა. შეშინებული მხედრები კი იქაურობას გაეცალნენ. ხატს სხვა სასწაულებიც უკავშირდება ათონელმა ბერებმა. სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის თხოვნით ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატის ასლი დაწერეს, რომელიც 1989 წლის 9 ოქტომბერს საქართველოში ჩამოაბრძანეს. ჩვენ ვიცით, როგორ მნიშვნელოვანია ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილხვდომილობა ივერიის ღვთისმშობელი საქართველოსთვის, ქართველი ადამიანისთვის და ამავდროულად არის დიდი ძალა. აი თუ რამ გადაგვარჩინა დღეს ქართველი ერი, სწორედ არის აი ესე დიდმა სიწმინდეებმა და ქართველი ერის ძალიან დიდმა მოკრძალებამ ამ სიწმინდეების მიმართ და სასოებამ, რომ ჩვენ ვსასოებთ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს, ჩვენ ვმადლობთ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისთვის, უფალს რომ წილხვედრი ვართ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის და ივერიის ღვთისმშობლის ხატი, ათონის ივერიის ივერთა მონასტერი არის საქართველოს და ქართველი ერის და მთელი მსოფლიოს მფარველი და შეგეწიოთ, გილოცავთ და დედა ღვთისმშობელი ივერიის ღვთისმშობლის ხატის მეოხებით უფალმა დაიცვეს და დაიფაროს ქართველი ერი და მთელი მსოფლიო